მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2020 წელი ამოცანა ნომერი 29. ორი ბრტყელი სარკე ერთმანეთთან მართკუთხედს ქმნის. მათი წერტილი მოძრაობს სარკეების მართობურ სიბრტყეში, როგორც ნახაზიდან ხედავთ V-სიჩქარით. განსაზღვრეთ სარკეებში ამ წერტილის პირველი წარმოსახვითი გამოსახულებების ერთმანეთის მიმართ სიჩქარის მოდული. კარგით, მოდით ახლა ჩვენ ეს ნახაზი სარკე ამოვხაზოთ. ესე იგი გვაქვს ორი სარკე, რომელიც ერთმანეთის მართობ სიბრტყეში არიან განთავსებული. ეს პირველი სარკე, შესაბამისად ეს მეორე სარკე. მათ შორის კუთხე არის 90 გრადუსი. გვაქვს გარკვეული მნათი წერტილი, რომელიც მოძრაობს გარკვეული V-სიჩქარით. და მოდი ახლა ვნახოთ რა იქნება ქვედა სარკეში ამ მნათი წერტილის წარმოსახვითი გამოსახულება და მისი სიჩქარე საით იქნება მიმართული. დავაგეგმილოთ. მნათი წერტილის გამოსახულებას მივიღებთ 4 აქეთ არის, 4-იც აქეთ უნდა გადმოვზომოთ. აი აქ გვექნება მნათი წერტილი პირველი წარმოსახვითი გამოსახულებისთვის, ეს არის პირველი წარმოსახვითი გამოსახულება, ხოლო სიჩქარისთვის 2 4 6 2 4 აი აქ იქნება სიჩქარე ეს იქნება მიმართული შესაბამისად. ხოლო რაც შეეხება მეორე სარკეს, მეორე სარკეში მნათი წერტილის გამოსახულება იქნება წარმოსახვითი 2 4 5 2 4 აქ იქნება მნათი წერტილი. შესაბამისად სიჩქარე იქნება მიმართული აი ამ სახით, ასე. ახლა თუ გავითვალისწინებთ, რომ აი ეს კუთხეს თუ აღნიშნავთ ალფათი, შესაბამისად ეს კუთხეც იქნება ალფა, ეს კუთხეც იქნება ალფა. ანუ გამოდის, რომ პირველი და მეორე წარმოსახვითი გამოსახულებები სიჩქარეებით V იქნებიან ერთმანეთის პარალელურები, ოღონდ მიმართულები იქნებიან საპირისპიროდ. შესაბამისად გამოგვივა, რომ V ფარდობითი სიჩქარე ტოლი იქნება V-ს დამატებული V, რაც ტოლი არის 2V-ი. ანუ საბოლოოდ ფარდობითი სიჩქარისთვის გამოგვდის ჩვენ, რომ ტოლი არის 2V-ი. პასუხი E.